7-თვიანი მოლაპარაკებები დასრულდა კონკრეტული შედეგით. 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტი ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. ამ ამბავზე ახლა ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ლევან, 7-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე რომ ვისაუბროთ, სანაცვლოდ რა სითხოვს ჩინეთი? ჩვენი პროდუქცია ჩინეთში შედის ნულოვანი ტარიფით, მაგრამ გვიწევს თუ არა შეღავათების დაწესება ჩვენს? ანუ ჩინური მხარე რა სითხოვს ჩვენგან? დიახ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქცია დაუყოვნებლივ შევა და ნულოვანი ტარიფით, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტი იმ კატეგორიის პროდუქტებზე, რომლებზეც ჩინეთი დათანხმდა, სხვა ქვეყნებთან ასეთი პრეცედენტი არ არის. როგორც წესი, ჩინეთი გარდამავალ პერიოდს აძლევს ხოლმე და ეს არის მრავალწლიანი მოცდის პერიოდი ტარიფების შემცირება და არაგანულება, რაც საქართველოს შემთხვევაში მიღწეული იქნა. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებები მართლა ძალიან სწრაფად და ეფექტურად დამთავრდა. ამაში იმასაც გულისხმობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროდუქტები ჩინური მხრიდან იმპორტის შემთხვევაში რჩება ისევ საბაჟო რეჟიმში, ისე რომ ორივე ქვეყანამ მოილაპარაკა სტრატეგიული პროდუქტები, როგორიც არის საქართველოსთან მინერალური წყლები, იგივე ღვინო, იგივე თხილი და ასე შემდეგ ნულოვან რეჟიმში მოხდება მათი ექსპორტი, ასევე ჩინეთიდან მოხდება გარკვეული პროდუქტების, რა თქმა უნდა, ნულოვან ტარიფით საქართველოში იმპორტი, მაგრამ გარკვეულ ისეთ პროდუქტებზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, იგივე ჩინეთიდან ღვინო ან პროდუქტები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო დანიშნულებისაა, ამ შემთხვევაში საბაჟო ტარიფები შენარჩუნებულია. საერთოდ სურსათის აგროსასურსათო პროდუქტებისთვის ძალიან გრძნობიარეა სატარიფო განაკვეთები და დღევანდელი დღის მიღწეული შეთანხმება ძალიან პროდუქციაზე რომ ვისაუბროთ კონკრეტულად, თქვენ ახსენეთ ღვინო, მინერალური წყალი და როგორც ვიცით, კიდევ არის აგროსასურსათო პროდუქცია. კიდევ რაზე იქნება საუბარი? თხილიც ახსენეთ. კიდევ რა პროდუქტებია ამ ჩამონათვალში? ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ზუსტად აგროსასურსათო პროდუქტზე, როგორც გითხარით, ის ძალიან გრძნობიარეა ხოლმე საბაჟო ტარიფების მიმართ, ამ პროდუქტების საერთაშორისო ვაჭრობა, თუმცა ეს შეთანხმება კომპლექსურია, ეხება მთელ რიგ ინდუსტრიულ პროდუქტებს, ანუ ეს არის კომპლექსური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ძალიან ეფექტურად ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წარმართა. გასაგებია, დღეს რუსეთია ნომერ პირველი ბაზარი საქართველოს ღვინისთვის ექსპორტის კუთხით. ხომ არ იგეგმება მთლიანად ჩანაცვლება რუსული ბაზის ჩინური ბაზრით? რა თქმა უნდა, შეიძლება მომავალში და ეს არ იქნება ძალიან მოკლე პერიოდში, თუმცა თანმიმდევრული მუშაობით ჩინეთი გახდეს პირველი საექსპორტო ბაზარი. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენის მოცულობები, რაც რუსეთის მიმართულებით გვაქვს, არ შემცირდეს და პირიქით გაიზარდოს. ანუ ის არ დავკარგოთ, რაც უკვე მიღწეულია ჩვენი. გასაგებია, აუცილებლად უნდა გკითხოთ სუბსიდირებაზეც, როგორ იქნება წელს გლეხებს, რამდენს გადაუხდიან ყურძენში, როგორ იქნება ფასების ამბავი, ამაზეც რო ვისაუბროთ. იცით რომ მრთველი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული, ჩვენ ძირითადი სასტარტო პერიოდი გავიარეთ, ეხლა უახლოვდებით პიკურ მომენტებს, როდესაც მასიურად ყველა მუნიციპალიტეტში ერთად მწიფდება ყურძენი და ხდება მისი გადამუშავება, მიმდინარეობს საკმაოდ ნორმალურად, ორგანიზებულად, სუბსიდია წელს არის 45 თეთრი კაცეთელსა და მწვანეზე და 20 თეთრი საფერავზე, ეს უკვე მე ვენახეთათ ის კარგად არის ცნობილი, მე ვფიქრობ რომ აქ წელს მრთველი ჩაივლის საკმაოდ ნორმალურად, ლარია ამ მომენტისთვის საფერავზე მინიმალური ფასი, ხოლო კაცეთელსა და მწვანეზე, ანუ ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე კახეთში არის დაახლოებით 80 თეთრი, რაც საკმაოდ ისეთი მისაღებია მე ვენახეებისთვისაც. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. გავდივართ რეკლამაზე. რამდენიმე